2023 წლის თებერვალში თურქეთში მოქალაქეებს შესაძლოა მიეღოთ შეტყობინება Google-ისგან მიწისძვრის შესახებ მაღალი რისკის არსებობის შესახებ, თუმცა ეს არ მოხდა, რადგან Google-ის სისტემამ სათანადოდ არ იმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა 2 წლის შემდგომ კომპანია Google-მა ინფორმაციას ავრცელებს BBC. BBC-სთან საუბარში კომპანია Google-ში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 469 მომხმარებელმა მხოლოდ 469 მომხმარებელმა მიიღო გაფრთხილების გზავნილი take action, ანუ მიიღეთ ზომები, რომელიც გათვალისწინებული არის დიდი საფრთხეების დროს და 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ასეთ საშიშროებების სიაში, რა თქმა უნდა, შედის. Google-ის ეს სისტემა მუშაობს Android-ებზე და მიწისძვრას გაფრთხილების შესახებ ცნობას ავრცელებს ერთდროულად მილიონობით მოწყობილობაში შედის ეს ცნობა და სეისმურად საშიშ ადგილებში სწორედაც რომ უნდა მუშაობდეს წესით და რამდენიმე წუთს ან წამს მოქალაქე იგებს და შესაძლოა რომ აქვს შესაძლებლობა რომ იპოვოს უსაფრთხო ადგილი, ამისათვის იყო შექმნილი ეს სისტემა და ის მუშაობს დაახლოებით 100-მდე ქვეყანაში, თურქეთიც მათ შორის იყო ასეთი ქვეყანა, სადაც დაახლოებით 70%-ს მოქალაქეებისა აქვთ სწორედაც რომ Android-ის მოწყობილობები, თუმცა ამ ყველაფერმა ფაქტობრივად არ იმუშავა თურქეთში 2023 წელს და მომხმარებლებმა მიიღეს ცნობა ძირითად შემთხვევაში იმის შესახებ, რომ არის მიწისძვრა, თუმცა არ არის მაღალი რისკი და შეტყობინება, რომელიც მიიღეთ, შეიცავდა ინფორმაციას, იყავით ფრთხილად. სწორედ ასე გამოიყურება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება, რომელსაც აგზავნის კომპანია Google, რომ ყველაფერს ემუშავა ისე, როგორც საჭირო იყო და მაღალი რისკის გათვალისწინებით გაეგზავნა შეტყობინება, მიიღეთ ზომები, ასეთი ვიზუალი ექნებოდა ეკრანს. შესაბამისად, უფრო დიდი არის შანსი იმისა, რომ მომხმარებელმა დაინახოს ეს ასეთი ფორმის ცნობა და ასევე ირთვება ხმა, განგაშის ზარი და შესაძლებელია, უფრო მაღალი არის შესაძლებლობა, რომ ნახოს ეს შეტყობინება მომხმარებელმა, თუმცა სწორედ ასე გამოიყურებოდა შეტყობინება, რომლებიც მიიღეს თურქეთში მომხმარებლებმა, სწორედ ასეთ შეტყობინებას smartphone არ აღიქვამს პრიორიტეტად და შესაძლებელი არის, რომ მომხმარებელს უბრალოდ გამორჩეს ეს შეტყობინება. შესაბამისად, ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვა კომპანია Google-მა. ეს შეცდომა მათ 2 წლის შემდგომ აღიარეს გამოძიების ჩატარების შემდგომ, როგორც BBC-სთან საუბარში კომპანია Google-ის წარმომადგენლობა აღნიშნავს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს სისტემა უფრო მეტად დაიხვეწოს.